რეპრესირებული ბიზნესი და ახალი გარემო ბიზნესით დაკავებული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს სამართლიანობის აღდგენის მიზნით მიმართავენ. სასტუმრო ქორთიარდ მარიოჩი გამართულ კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, რეპრესირებული ბიზნესმენები და ის პოლიტპატიმრები ესწრებოდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამეწარმეო საქმიანობის გამო იყვნენ დაპატიმრებული. შეხვედრას ორგანიზება მოძრაობა დაბრუნდების თავმჯდომარემ მაია სანადირაძემ გაუწია. ბიზნესმენები, რომლებსაც წლების მანძილზე რეალურად მქონება ჩამოართვეს სხვადასხვა სქემებით, და ისინი ელოდებოდნენ ზუსტად ხელისუფლების ცვლილებას, იმიტომ რომ იმ ხელისუფლების პირობებში აცხადებდნენ და რეალურადაც ესეა, რომ მათ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოყვებოდა. შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე სპეციალური უფლებებით აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ეკნება ეფექტური პერკეტები, რათა მონიტორინგისათვის, რათა შევძლოთ ჩვენ კონტროლი ავიღოთ რაღაცნაირად ჩვენივე ბედზე. სააკაშვილის რეჟიმმა განადგურა ბიზნეს გარემო საქართველოში. თითოეული ბიზნესმენი ვალდებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლად და ის ბიზნესმენები, რომლებიც უარს ამბობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობაზე, ხდებოდნენ დევნის, დაპატიმრების, საქონლის განადგურების სუბიექტები და ისინი იძულებული იყვნენ ან თანამშრომლად რეჟიმთან, ან გადახვეწილი იყვნენ საქართველოსთან.